არსებობს ადგილები, სადაც ოდესღაც სავსე იყო სახლები, ბიზნესები, მატარებლები, გემები და ათასობით ადამიანი. მაგრამ როცა სამუშაო, წყალი ან რესურსები, რომლებიც მათ სიცოცხლეს უზრუნველყოფდნენ, გაქრა, მაცხოვრებლებმა ადგილის დატოვება სათითაოდ დაიწყეს. და ამის გამო მთელი ქალაქი დარჩა უდაბნოს შუაგულში, სანამ მელნელა ქვიშამ და ძლიერმა სიცხემ აშთანთქა იგი. ეს არის დავიწყებული ადგილები, რომლებიც ოდესღაც სიცოცხლით სავსე იყო, მაგრამ ახლა მხოლოდ ჩუმად გვახსენებს, რამდენად სწრაფად შეიძლება გაქრეს ერთი საზოგადოება. მაგრამ სანამ განხილვას დავიწყებთ, ვთხოვთ დაალაიქოთ და გამოიწეროთ ჩვენი არხი. ეს ჩვენთვის კონტენტის შემქმნელებისთვის ძალიან დიდი დახმარებაა. ასე რომ დავიწყოთ. ნომერი 12. ალ-მადამის მოჩვენებათა სოფელი. არაბთა გაერთიანებული საამიროები. არაბთა გაერთიანებული საამიროების უდაბნოში არის პატარა სოფელი, რომელსაც ნელ-ნელა ქვიშა შთანთქავს. მას ალ-მადამის მოჩვენებათა სოფელს უწოდებენ. ის მდებარეობს შარჯას ემირატში, ომანის საზღვართან ახლოს. ეს სოფელი 1970-იან წლებში აშენდა მთავრობის საცხოვრებელი პროექტის ფარგლებში. მისი მიზანი იყო ბედუინთა ოჯახებისთვის, რომლებიც ადრე უდაბნოში გადაადგილდებოდნენ, მუდმივი სახლების უზრუნველყოფა. სოფელში 2 რიგი პატარა სახლი და 1 მეჩეთი მდებარეობს ბოლოში. სახლები მარტივია, ისინი ერთსართულიანია, ბინებს აქვთ ბრტყელი სახურავი, კაფელით მოპირკეთებული იატაკი, სველი წერტილი, სამზარეულო და ოთახები მთელი ოჯახისათვის. როდესაც ადგილი ახალი იყო, სახლები ფერადი იყო. კედლებზე იყო ლურჯი, მწვანე, ყვითელი და ვარდისფერი ფერები. მაგრამ ახლა თითქმის მხოლოდ ქვიშაა დარჩენილი. ქვიშა პანჯრებიდან, კარებიდან და კედლებში არსებულ პატარა ნახვრეტებიდან შევიდა. ზოგიერთ სახლში ქვიშა მუხლამდე აღწევს. სხვა ოთახებში კი თითქმის ნახევარი კედელი ქვიშითაა დაფარული. ზოგიერთი კარი ვეღარ იღება, რადგან მეორე მხარეს დიდი გროვა ქვიშაა. მაგრამ რატო დატოვეს სოფელი? ერთი კონკრეტული მიზეზი არ არსებობს, მაგრამ კვლევართა თქმით, სავარაუდოდ ადგილობრივებს იქ ცხოვრება გაუჭირდათ. ის შორს იყო სამუშაოებისგან, სკოლებისგან, საავადმყოფოებისგან და დიდი მაღაზიებისგან. მაშინ წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდული იყო. სოფელს ხშირად ძლიერ ქვიშის ქარიშხლებს უტევდა. როცა ქარი ძლიერია, სახლების გარშემო ყველაფერი სწრაფად ივსებოდა ქვიშით. იმ დროს, როცა დუბაი, შარჯა და სხვა ქალაქები სწრაფად ვითარდებოდა, ბევრმა ოჯახმა არჩია გადასულიყო ისეთ ადგილას, სადაც მეტი სამუშაო და სერვისები იყო. 1990-იან წლებში სოფელში აღარავინ ცხოვრობდა. მაგრამ ამ ადგილს კიდევ ერთი ისტორია აქვს. ზოგიერთი ადგილობრივის თქმით, სოფელი ჯინების გამო დატოვეს. ისლამურ ტრადიციაში ჯინები ზებუნებრივი არსებები არიან, რომლებიც ჩვეულებრივ ადამიანს არ უჩანს. არსებობს ამბები, რომ ჯინებმა თითქოს შეაშინეს ან გააძევეს მაცხოვრებლები. მაგრამ დღემდე არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ამ ისტორიას ადასტურებს. უფრო სავარაუდოა, რომ ცხოვრების სირთულე, მომსახურების ნაკლებობა და მუდმივი ქვიშის ქარიშხალი იყო ადამიანების წასვლის ნამდვილი მიზეზი. მნიშვნელოვანია ესეც განმარტოთ. სრულიად ალ-მადამი არ არის მიტოვებული, დღემდე არსებობს თანამედროვე ქალაქი, რომელსაც ალ-მადამი ქვია. მოჩვენებათა სოფელი მხოლოდ პატარა ყოფილი დასახლებაა მთავარი ქალაქის გარეთ. სოფლის ბოლოში მეჩეთი კვლავ დგას. ის არ ივსება ასე ძალიან ქვიშით, რადგან ზოგჯერ ადამიანები შიგნით ასუფთავებენ. ეხლა ეს ადგილი ტურისტებს, ფოტოგრაფებს და კონტენტ კრეატორებს იზიდავს, მაგრამ ეს მხოლოდ საშიში სოფელი არ არის. ეს აჩვენებს თუ რამდენად სწრაფად შეიძლება შეიცვალოს ქვეყანა. სახლები, რომლებიც ადრე აშენდა იმისთვის, რომ ხალხი დაეცვათ უდაბნოსგან, ეხლა ნელ-ნელა თავად უდაბნოს ნაწილი ხდება. ნომერი 11. კოლმენის კოლმანსკოპი, ნამიბია. სამხრეთ ნამიბიის უდაბნოში არის ყოფილი მდიდარი სამთო ქალაქი, რომელიც ახლა ქვიშითაა სავსე. მისი სახელია კოლმენის კოლმანსკოპი. მისი ისტორია 1908 წელს დაიწყო რკინიგზის მუშამ, სახელად ზაქარია ლევალა, ქვიშაში რკინიგზასთან ახლოს მბრწყინავი ქვა იპოვა. როცა ქვა შეამოწმეს, აღმოაჩინეს, რომ ალმასი იყო. სიახლე სწრაფად გავრცელდა, ადგილზე ჩამოვიდნენ მაღაროელები, ბიზნესმენები და ოჯახები, რომლებსაც სურდათ ალმასების მოპოვებით გამდიდრება. მხოლოდ რამდენიმე წელიწადში მათ უდაბნოში მთელი ქალაქი ააშენეს. კოლმანსკოპი, რომელიც კოლმენის სახელზეა, უბრალოდ სამთო ბანაკი არ იყო. ქალაქს ჰქონდა საავადმყოფო, სკოლა, საცხობი, პოსტის ოფისი, ელექტროსადგური, ყინულის ქარხანა, ბალრუმი, კაზინო და ბოულინგის დარბაზი. აქვე იყო დიდი სახლებიც, რომლებიც ევროპულ სტილში იყო აშენებული. იმ დროს ტერიტორია, რომელსაც დღეს ნამიბია ეწოდება, ჯერ კიდევ გერმანიის კონტროლქვეშ იყო. ამიტომ კოლმანსკოპში ბევრი შენობა ჰგავს გერმანიაში არსებულ სახლებს. მაგრამ ამ ადგილას ცხოვრება ძალიან რთული იყო. მზის ქვეშ ძალიან ცხელა, წყალი ცოტაა, ქალაქის სხვა თემებიდანაც შორსაა. ბევრი საკვები, წყალი, წამლები და სხვა მარაგი მატარებლით უნდა მიეტანათ. თავდაპირველად ამ ადგილას უამრავ ალმასს პოულობდნენ,
ამბობდნენ, რომ ზოგიერთი მაღაროელი ალმასებს პირდაპირ ქვიშაზე პოულობდა, მაგრამ დროთა განმავლობაში კოლმანსკოპის გარშემო ბრილიანტები ნევნალა იკლებდა. სამხრეთის სხვა ადგილებში უფრო დიდი ბრილიანტის საბადოებიც აღმოაჩინეს, ამიტომაც მაღაროების ოპერაციები სხვაგან გადავიდა. მაღაროების გადატანასთან ერთად ქალაქმაც დაკარგა სამუშაო ადგილები და შემოსავალი. მეშახტეები და მათი ოჯახები ერთ-ერთმა შემდეგმა დატოვეს ქალაქი. დაიხურა საავადმყოფო, სკოლა, კაზინო და სხვა შენობები. 1946 წლისთვის კოლმანსკოპი საბოლოოდ მიატოვეს კოლმანისებმა. ადამიანების წასვლის შემდეგ ქვიშამ შენობებში შეღწევა დაიწყო. ის აღწევდა გატეხილი ფანჯრებიდან, ღია კარებიდან და კედლებში ბზარებიდან. ზოგ ოთახში ქვიშა მუხლამდე აღწევს, სხვაგან კი თითქმის მთელი იატაკი და კედლის ნახევარი დაფარულია ქვიშით. სახლების შიგნით ჯერ კიდევ ჩანს გაცრეცილი საღებავი და შპალერი, მაგრამ ყოფილი საძინებელი, მისაღები და დერეფანი ახლა პატარა ქვიშის დიუნებს გავს. ეს ერბღეში არ მომხდარა. ყოველი ქვიშის ხარიშხალი ახალ ქვიშას მოაქვს. ყოველ წელს ქალაქის უფრო მეტი ნაწილი იფარება ქვიშით. დღეს კოლმანსკოპი ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მოჩვენებათა ქალაქად ითვლება ნამიბიაში. ტურისტები და ფოტოგრაფები აქ ჩამოდიან, რათა იხილონ უნიკალური ხედი, ქვიშით სავსე ძველი სახლებისა. თუმცა ამ ადგილს უფრო ღრმა ისტორია აქვს. კოლმანსკოპი გვიჩვენებს, თუ როგორ გამდიდრდა ქალაქი სწრაფად ერთი მნიშვნელოვანი მინერალის გამო. ეს ასევე გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება სწრაფად გაქრეს საზოგადოება. როდესაც ქრება მიზეზი, რის გამოც ის დაარსდა, კოლმანსკოპი შეიქმნა ბრილიანტების გამო. როცა სამთო მოპოვება გადაიტანეს, ხალხიც წავიდა. და როცა აღარაფერი დარჩა, უდაბნო ჩუმად დაბრუნდა, რომ მთელი ქალაქი დაებრუნებინა. ნომერი 10 არლის გემების სასაფლაო, უზბეკეთი. უზბეკეთის უდაბნოში ქვიშაზე დიდი გემები დგას. ისინი იქ არ მიუყვანიათ. ადრე იმ ადგილას დიდი წყალი იყო. მას არალის ზღვა ეწოდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მას ზღვა ეწოდება, სინამდვილეში ეს უზარმაზარი ტბაა უზბეკეთსა და ყაზახეთს შორის. ადრე ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტბა მსოფლიოში. ბევრი ადამიანი თევზაობით ირჩენდა თავს, იყო ნავსადგურები, თევზსაჭერი, ნავები, სათვირთო გემები და თევზის ქარხნები. ერთ-ერთი ქალაქი, რომელიც მასზე იყო დამოკიდებული, იყო მოინაკი უზბეკეთში, მაგრამ 1960-იან წლებში ტბა შემცირებას იწყებს. არალის ზღვა ივსებოდა ორი დიდი მდინარით. ამუდარიათი და სირდარიათი. საბჭოთა კავშირის დროს ამ მდინარეებიდან წყლის დიდი ნაწილი ირიგაციის არხებში გადაიტანეს. წყალი გამოიყენეს ცენტრალური აზიის ვრცელი ბამბის ველების მოსარწყავად. ამის გამო არალის ზღვამდე მხოლოდ მცირე რაოდენობის წყალტყალი აღწევდა. რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ტბის დიდი ნაწილი გაშრა. ყოფილი ზღვის ფსკერი ახლა მშრალ უდაბნოდ იქცა, რომელსაც არალქუმის უდაბნო ეწოდება. როდესაც წყალი სულ უფრო შორს იწევდა, მშრალ მიწაზე დარჩნენ ხომალდები, რომლებიც ადრე მოინაკში იყვნენ გაჩერებული. ზოგი ხომალდი დაშალეს ლითონისთვის, მაგრამ რამდენიმე მაინც დარჩა და საბოლოოდ დაძველდა. ამას დღეს არალის ზღვის ხომალდების სასაფლაოს უწოდებენ. არა მხოლოდ ხომალდები დაზარალდნენ. იმის გამო, რომ ტბა შემცირდა, წყლის მარილიანობა გაიზარდა, ბევრი თევზი დაიხოცა და თევზჭერის ინდუსტრია დაეცა. ბევრი მეთევზე და ქარხნის მუშა უმუშევარი დარჩა. პრობლემად იქცა გამშრალი ზღვის ფსკერიც. ნიადაგში მარილი და ქიმიკატებია. როცა ქარი ძლიერია, მარილიანი მტვერი სახლებსა და ფერმებზე ვრცელდება. ეს შეიძლება ზიანს აყენებდეს მოსავალს და ადამიანების ჯანმრთელობას. არალის ზღვა მთლიანად არ გამქრალა, მის ზოგიერთ ნაწილში ჯერ კიდევ დარჩენილია წყალი. ყაზახეთში ქოქარალის კაშხალმა ხელი შეუწყო ჩრდილოეთ არალის ზღვის შენარჩუნებას და ზოგიერთი სახეობის თევზის დაბრუნებას. მაგრამ უზბეკეთთან ახლოსდებარე ნაწილში ჯერ კიდევ ფართო გამომშრალი ტერიტორია. დღეს ტურისტები ათვალიერებენ ჟანგიან გემებს მოინაკში. ისინი მხოლოდ უცნაური სანახაობა არ არიან. ისინი ნათელი მტკიცებულებაა იმისა, თუ როგორ შეიძლება მთლიანად განადგურდეს მთელი ტერიტორია, წყლის არასწორი გამოყენების გამო. ადრე ეს გემები ტბაში დაცურავდნენ, ახლა კი ისინი ქვიშაშია ჩაფლული. ნომერი 9 დალოლის მოჩვენებათა ქალაქი, ეთიოპია. ჩრდილოეთ ეთიოპიაში არის ადგილი, რომელიც ძალიან ცხელია, ძალიან მარილიანი და სავსეა საშიში ქიმიკატებით. მისი სახელია დალოლი. ის მდებარეობს დანაკილის დეპრესიაში, დაბალ ადგილას, აფარის რეგიონში. მისი მრავალი ნაწილი ზღვის დონეზე დაბალია. აქ ძალიან ცოტა წვიმაა და სიცხე უკიდურესად ძლიერია. ტემპერატურა ხშირად 80 გრადუს ცელსიუსს აჭარბებს. დღისით. ყველაზე ცხელ პერიოდში ტემპერატურა თითქმის 50 გრადუს ცელსიუსს აღწევს, ამიტომ დალოლი ცნობილია როგორც ერთ-ერთი ყველაზე ცხელი ადგილი მსოფლიოში. აქ მიწის ფერიც უჩვეულოა. გარშემო ყვითელი, ნარინჯისფერი, მწვანე, წითელი და თეთრი ფერები ჩანს. ეს ფერები საღებავი არ არის.
ეს ფერები გოგირდისგან, რკინისგან, მარილისგან და სხვა მინერალებისგან მოდის, რომლებიც მიწის ქვეშიდან ამოდის. ბზარებიდან გამოდის ცხელი წყალი და აირი. როცა ესენი მინერალებს ერევა, წარმოიქმნება ფერადი ცხელი წყაროები და პატარა აუზები. ზოგიერთი აუზი ძალიან მჟავეა და შეხება საშიშია. ადგილზე გოგირდის აირიც არის, ამიტომ სუნი ძალიან ძაფრია. ამის გამო შესაბამისი მეგზურისა და აღჭურვილობის გარეშე მიახლოება უსაფრთხო არ არის. ადგილის შუაგულში ჩანს ძველი სამთო დასახლების ნაშთები. 1900-იანი წლების დასაწყისში აქ პოტაშისა და მარილის მოპოვება ხდებოდა. პოტაში მინერალია, რომელსაც სასუქის წარმოებაში იყენებენ. მეშახტეებისთვის აშენდა შენობები, სარკინიგზო ხაზი და აღჭურვილობა. ეს იყო პატარა საზოგადოება, რადგან იგი მხოლოდ სამთო ოპერაციისთვის შეიქმნა. მაგრამ ძალიან რთულია მუშაობა დალოლში. ძალიან ცხელა, შორსაა დიდი ქალაქებისგან და რთულია საკვების, წყლის, ბენზინისა და სხვა მარაგის მოტანა. ოპერაციის სირთულის გამო ნელ-ნელა დასუსტდა სამთო საქმიანობა. საბოლოოდ მუშები წავიდნენ და დარჩა მხოლოდ შენობები და აღჭურვილობა. პრესაც კი შეიძლება ნახოთ რამდენიმე დანგრეული ნაგებობა და ჟანგიანი მანქანა ფართო მარილის უდაბნოში. ნიშნულოვანია განმარტოთ, რომ მთელი დანაკილის დეპრესია არ არის მიტოვებული. აქ აფარები დიდი ხანია ცხოვრობენ და მოგზაურობენ. ასევე არიან მუშები, რომლებიც მარილს იღებენ ამ ადგილის სხვა ნაწილებში, მიტოვებულია მხოლოდ ძველი სამთო დასახლება დალოლში, მიწა კვლავაც განაგრძობს ცვლილებას, ცხელი წყალი და გაზი კვლავ ამოდის ზედაპირზე. მინერალები წარმოიქმნება და იხსნება გარშემო. ადამიანებმა სცადეს მოეპოვებინათ მინერალები მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე რთულ ადგილას. მაგრამ, როდესაც ოპერაცია აღარ იყო პრაქტიკული, ისინი წავიდნენ. ძველი ქალაქი დარჩა, ხოლო დალოლს კვლავაც აპალიბებს სიცხე, მარილი, მჟავა და გოგირდი. ნომერი 8, რიო რაიოლაიტი. ქალაქი მოჩვენება ნევადა. ნევადის უდაბნოში არის ქალაქი, რომელიც სწრაფად გამდიდრდა და ასევე სწრაფად გაქრა. ეს არის რიო რაიოლაიტი. ქალაქი მოჩვენება სიკვდილის ველთან ახლოს. ქალაქი დაიწყო 1904 წელს, მას შემდეგ რაც შორტი ხარისმა და ედ კროსმა ოქრო იპოვეს. როცა ამბავი გავრცელდა, ათასობით მაღაროელი და ბიზნესმენი ჩამოვიდა. მათ ააშენეს სახლები, მაღაზიები, სასტუმროები, ბანკი, საავადმყოფო, ოპერის სახლი და რკინიგზის სადგური. მის აყვავების პერიოდში რაიოლაიტის მოსახლეობა დაახლოებით 5000-დან 10000-მდე იყო, მაგრამ ოქრო იმდენი არ აღმოჩნდა, რამდენსაც ელოდნენ. 1907 წელს ამერიკაში დიდი ფინანსური კრიზისი მოხდა. მომპოვებელ კომპანიებს გაუჭირდათ ოპერაციების გასაგრძელებლად ფულის მოპოვება. მაღაროები და ბიზნესები დაიხურა. ხალხი უმუშევარი დარჩა. ამიტომაც მათ იქაურობა დატოვეს. მხოლოდ რამდენიმე წელიწადში ადრე აყვავებულ ქალაქში თითქმის აღარავინ დარჩა. პრესაც კი შეგიძლიათ ნახოთ ბანკის, სადგურის, ციხის ნანგრევები და ერთი სახლი, რომელიც ბოთლებით არის აშენებული. დღეს რიო რაიოლაიტს სტუმრობენ არა ოქროს გამო, არამედ მისი ნანგრევების სანახავად. ის სწრაფად აიგო სიმდიდრის დაპირების გამო, მაგრამ როცა ოქრო და ფული გაქრა, მთელი ქალაქიც სწრაფად გაქრა. ნომერი 7, ჰამბერსტონი და სანტა ლაურა, ჩილე. ატაკამის უდაბნოში. ჩილეში არის ორი ძველი სამთო ქალაქი, სახელად ჰამბერსტონი და სანტა ლაურა. ეს ქალაქები აშენდა სალტპეტრის, ანუ ნატრიუმის, ნიტრატის მოპოვებისა და გადამუშავებისთვის. ეს მინერალი გამოიყენება სასუქებსა და ასაფეთქებელ ნივთიერებებში. მაღალი მოთხოვნა იყო ამ მინერალზე სხვადასხვა ქვეყანაში, ამის გამო ნიტრატის მოპოვება ჩილეში მნიშვნელოვანი ბიზნესი გახდა. ათასობით მუშა ჩილედან, პერუდან და ბოლივიიდან ცხოვრობდა ატაკამის უდაბნოს სამთო დასახლებებში. იქ იყო სახლები, მაღაზიები, სკოლა, ბაზარი, თეატრი, საცურაო აუზი და დიდი გადამამუშავებელი ქარხნები ჰუმბერსტონში. მაგრამ მოგვიანებით სხვა ქვეყნებმა ისწავლეს იაფი სასუქუქის წარმოება ხელოვნური ამონიაკის გამოყენებით. ამის გამო შემცირდა მოთხოვნა ჩილეს ბუნებრივ ნიტრატზე, ბიზნესი დასუსტდა, მაღაროები დაიხურა და მუშები ნელ-ნელა წავიდნენ. ჰუმბერსტონი საბოლოოდ დაიხურა 1960 წელს. სახლები, თეატრი, საცურაო აუზი და სამთო აღჭურვილობა დარჩა უდაბნოს შუაგულში. ბევრი შენობა დღემდე დგას, რადგან ამ ადგილას ძალიან იშვიათად წვიმს. დღეს იუნესკო ჰუმბერსტონსა და სანტა ლაურას მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებად აღიარებს. ისინი დაცულია, რადგან ჩილეს სამთო და შრომის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია. ადრე ეს ორი ქალაქი სავსე იყო მუშებით და მანქანების ხმაურით. ეხლა ისინი მშვიდად დგანან მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მშრალ უდაბნოში. ნომერი 6, კუბერპედი, ავსტრალია. სამხრეთ ავსტრალიის ცხელ უდაბნოში არის ქალაქი, სადაც ბევრი სახლი მიწისქვეშაა დამალული. ეს არის კუბერპედი, სამთო ქალაქი, რომელიც ცნობილია ოპალით. აქ სამთო სამუშაოები დაიწყო 1915 წელს, მას შემდეგ რაც ოპალი იპოვა თინეიჯერმა უილი ჰაჩისონმა.
როდესაც ამბავი გავრცელდა, აქ ჩამოვიდა ბევრი მაღაროელი, რომლებიც ძვირფასი ქვის ძიებაში იყვნენ. მაგრამ იყო ერთი დიდი პრობლემა. ზედაპირზე საშინლად ცხელა. ამიტომ მაღაროელებმა თავიანთი საცხოვრებლები რბილ ქვიშაქვში ამოთხარეს. ამ მიწისქვეშა სახლებს დაგაუტებს უწოდებენ. შიგნით უფრო კომფორტულია, რადგან ქვა ასე მალე არ ცხელდება. ასევე ღამით შიგნით არ არის ისეთი სიცივე, როგორც ზედაპირზე. მოგვიანებით მიწისქვეშ მხოლოდ უბრალო სახლები აღარ აშენდა. არსებობს მიწისქვეშა სასტუმროები, ეკლესიები, მაღაზიები და სხვა ადგილები, სადაც ადგილობრივები და ტურისტები მიდიან. მაგრამ მნიშვნელოვანია განმარტოთ, რომ მთელი ქალაქი არ არის მიწისქვეშ. ზედაპირზეც ბევრი ჩვეულებრივი შენობა და სახლი დგას. კუბერპედიში სიცოცხლე გრძელდება და იქ ჯერ კიდევ ცხოვრობენ ადგილობრივები. აქ კვლავ გრძელდება ოფალის მოპოვება, თუმცა ქალაქის შემოსავლის დიდი ნაწილი უკვე ტურიზმიდან მოდის. აქ მოდიან ადამიანები, რომლებსაც სურთ ნახონ, როგორც ცხოვრობს საზოგადოება უდაბნოს ქვეშ. კუბერპედი მიტოვებული არ არის. ეს ცოცხალი ქალაქია, რომელმაც ისწავლა მიწის გამოყენება ძლიერი სიცხისგან დასაცავად. ნომერი 5. უიუნის მატარებლების სასაფლაო, ბოლივია. ბოლივიაში უიუნის გარეთ უამრავი ძველი მატარებელია, რომლებიც ნელ-ნელა ინგრევა მშრალ მიწაზე. ამ ადგილს უიუნის მატარებლების სასაფლაოს უწოდებენ. 1800-იანი წლების ბოლოს ბოლივიაში რკინიგზა აშენდა, რათა მინერალები მაღაროებიდან გადაეტანათ. აქ შედიოდა ვერცხლი, ფუნუქი და სხვა მინერალები, რომლებიც ჩილეს სპორტებში იგზავნებოდა. მაშინ უიუნი მნიშვნელოვანი რკინიგზის ცენტრი იყო. ყოველ დღე აგადიოდა მატარებლები, რომლებიც მინერალებს, აღჭურვილობას და მუშებს ეზიდებოდნენ, მაგრამ 1940-იანი წლების სამთო მრეწველობა დასუსტდა. ძველი ორთქმავლების გამოყენება შემცირდა. მათი მოულა და ექსპლუატაციაც უფრო ძვირიჯდებოდა. ამის გამო ბევრი მატარებელი უიუნის გარეთ მიატოვეს. ზოგიერთი მნიშვნელოვანი ნაწილი მოხსნეს, მაგრამ ორთქმავლებისა და ვაგონების დიდი корпуსები იქ დარჩა. მრავალი წლის განმავლობაში ისინი ნელ-ნელა ჟანგმა შეჭამა. დღეს მატარებლების სასაფლაო ერთ-ერთ ცნობილ ტურისტულ ღირსშესანიშნაობად იქცა სალარ დე უიუნის მახლობლად, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდია. ზოგ ძველ მატარებელთან სტუმრებს შეუძლიათ მიუახლოვდნენ და ახვიდნენ, მაგრამ ეს ნამდვილი სასაფლაო არ არის. ეს ნაშთებია იმ დროის, როცა რკინიგზას დიდი როლი ჰქონდა ბოლივიის სამთო მრეწველობასა და განვითარებაში. ადრე ისინი მთებიდან მინერალებს ეზიდებოდნენ, დღეს ისინი უბრალოდ ჩუმად დგანან და ნელ-ნელა ინგრევიან მშრალ ველზე. ნომერი 4. თვითმფრინავების სასაფლაო, არიზონა. არიზონას უდაბნოში ათასობით სამხედრო თვითმფრინავი დგას, მოწესრიგებულ რიგებში. ისინი მდებარეობს დევის მაუნტინ საჰაერო ძალების ბაზაზე, მალაბიში, ტუსონის მახლობლად. ადგილი ოფიციალურად ცნობილია როგორც 309 აეროკოსმოსური ტექნიკური მომსახურებისა და რეგენერაციის ჯგუფი, ანუ AMARC, მაგრამ უფრო მეტად ცნობილია როგორც თვითმფრინავების სასაფლაო. ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების მიხედვით, აქ ჩვეულებრივ დაახლოებით 3200 თვითმფრინავია შენახული. ობიექტი მოიცავს დაახლოებით 2600 აკრს. აქ ნახავთ ძველ გამანადგურებელ თვითმფრინავებს, მომბდამშენებს, ვერტმფრენებს, სატრანსპორტო თვითმფრინავებს და სხვა სამხედრო საჰაერო ხომალდებს. მაგრამ აქ არსებული ყველა თვითმფრინავი ნაგავი არ არის. ზოგი მათგანი ინახება, რათა მომავალში კვლავ გამოიყენან. სხვებიდან კი ნაწილებს იღებენ, რომ მოქმედი თვითმფრინავები შეაკეთონ. არის თვითმფრინავები, რომლებიც გარემონტება სანამ სხვა ქვეყანას გადასცემენ ან მიხიდიან. ასევე შესაძლებელია ზოგიერთი თვითმფრინავის კვლავ სამსახურში დაბრუნება საჭიროების შემთხვევაში. არიზონა შეარჩიეს იმიტომ, რომ ჰაერი მშრალია და წვიმა იშვიათია. დაბალი ტენიანობის გამო ლითონი უფრო ნელა ჟანგდება. ამიტომ თვითმფრინავებს შეუძლიათ აქ ძალიან დიდხანს დარჩენა. ზემოდანო შეხედოთ, ეს ადგილი უზარმაზარ თვითმფრინავების სადგომს გავს. ისინი ჩუმად დგანან უდაბნოში, თუმცა ბევრს მათგან შეიძლება ახალი დანიშნულება მიეცეს. ნომერი 3. სოფელი კულდარა, ინდოეთი. რაჯასტანის სტარის უდაბნოში, ინდოეთში, არის ძველი სოფელი, რომელსაც უკვე 200 წელზე მეტია მუდმივი მცხოვრები არ ჰყავს. მისი სახელია კულდარა. ეს დაარსეს პალივალ ბრაჰმინებმა და ის გახდა წარმატებული საზოგადოება მიუხედავად იმისა, რომ მშრალ უდაბნოში მდებარეობდა. ცხოვრებლები პალივალები შესანიშნავად ფლობდნენ მიწათმოქმედებას და წყლის დაგროვებას, მათ ჰქონდათ მოწესრიგებული სახლები, გზები, ტაძრები და საცავები. მაგრამ 1800-იანი წლების დასაწყისში სოფელი მიატოვეს. ცნობილი ლეგენდის მიხედვით, ძლიერ მინისტრ სალიმ სინგს სურდა სოფლის უფროსის ქალიშვილზე დაქორწინება. ამბობენ, რომ მან მთელი თემის დასჯით დაიმუქრა, თუ ოჯახი არ დათანხმდებოდა. ამიტომ ამბობენ, რომ ქულთარას და მიმდებარე სოფლების ცხოვრებლებმა ერთდროულად დატოვეს სოფელი ხამით. ასე ამბობს ისტორიაც. მათ ცხელვა დაადეს ამ ადგილს, რათა აქ აღარავინ დასახლებულიყო. მაგრამ ცნობილია, რომ ეს მხოლოდ ლეგენდაა და ცხევლის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს. შესაძლოა ხალხი წავიდა მაღალი გადასახადების, წყლის ნაკლებობის, ცხოვრების დონის დაქვეითების ან სხვა პრობლემების გამო
ასევე არ არის ზუსტად ცნობილი თუ ერთ ღამეში წავიდნენ ყველა. დღესაც კი ჩანს ძველი სახლების კედლები და ქუჩების ყოფილი განლაგება. მეტობა შენობებს აღარ აქვს სახურავი, თუმცა მათი ქვის კედლები კვლავ დგას. დღეს ქულთარა დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მას ბევრი ტურისტი სტუმრობს. ზოგისთვის ეს უბრალოდ ძველი სოფელია, რომელიც ცხოვრების სირთულეების გამო მიატოვეს. მაგრამ მათთვის, ვინც ლეგენდას უჯერებს, ეს კვლავ დაცქავლილი ადგილია, სადაც აღარავინ დასახლებულა. ნომერი 2. კანგბაშის რაიონი, შიდა მონღოლეთი. შიდა მონღოლეთში, ჩინეთში, არის ერთი თანამედროვე ქალაქი, რომელსაც ოდესღაც მოჩვენებათა ქალაქს ეძახდნენ. ეს არის ორდოსის კანგბაშის რაიონი. ეს არც ძველი ქალაქია და არც მიტოვებული სამთო დასახლება. ეს არის ახალი ქალაქი, რომელიც 2000-იანი წლების დასაწყისში აშენდა. ორდოსი ადრე დიდ შემოსავალს იღებდა ქვანახშირისა და ბუნებრივი აირისგან. ამიტომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ახალი ადმინისტრაციული ცენტრი ააშენა. აქ გაჩნდა ფართო გზები, საცხოვრებელი კოშკები, მუზეუმი, სკოლა, სამთავრობო შენობა და სავაჭრო ზონა. ქალაქი აშენდა მრავალი მაცხოვრებლისთვის, მაგრამ პირველ წლებში აქ მხოლოდ ცოტა ადამიანი გადავიდა. ბევრი შენობა დასრულებული იყო, მაგრამ ბევრი ბინა და გზა თითქმის ცარიელი დარჩა. ამის გამო საერთაშორისო მედია მას მოჩვენებათა ქალაქი უწოდა. მაგრამ ეხლა აღარ არის სწორი, რომ კანგბაშის მიტოვებულ ქალაქად მოხსენიება. ოფიციალური აღწერის მიხედვით 2020 წელს აქ უკვე 118,000-ზე მეტი მაცხოვრებელი იყო. სკოლები, ოფისები, მაღაზიები და საჯარო სივრცეები კვლავაც აქტიურად გამოიყენება. ქალაქი აღარ ივსება იმ სისწრაფით, როგორც დაგეგმილი იყო, მაგრამ ნელ-ნელა აქ ცხოვრობთა რაოდენობა იზრდება. ამიტომ კანგბაში ნამდვილი მოჩვენებათა ქალაქი არ არის. ეს არის ქალაქი, რომელიც აშენდა მანამდე, სანამ აქ მცხოვრები ადამიანების უმეტესობა ჩამოვიდოდა. ნომერი 1 გაოჩანი და ჯიოხე, ჩინეთი. დურპანთან ახლოს, სინძიანგში, ჩინეთში მდებარეობს ორი უძველესი ქალაქი, რომლებიც ადრე აბრეშუმის გზის ნაწილი იყო. ესენი არიან გაოჩანი და ჯიოხე. აბრეშუმის გზა იყო დიდი ქსელი მარშრუტებისა, რომელიც ჩინეთს, ცენტრალურ აზიას, ახლო აღმოსავლეთსა და ევროპას აკავშირებდა. აქ გადიოდა აბრეშუმი, საკვები, მეტალი, რელიგია და სხვა მრავალი რამ. გაოჩანი იყო დიდი ქალაქი, რომელსაც ჰქონდა კედლები, ტაძრები, სახლები, ბაზარი და სამთავრობო შენობები. მისი მნიშვნელოვანი მდებარეობის გამო აქ ბევრი ვაჭარი და მოგზაური გადიოდა. ჯიოხე აშენდა მაღალ და ვიწრო მიწაზე, ორ ხეობას შორის. მისი ფერდობები ციცაბოა, ამიტომ ბუნებრივად იყო დაცული მტრებისგან. დღემდე ჩანს ძველი გზები, სახლები, ტაძრები და სხვა შენობები, რომლებიც მყარი მიწისგანაა ნაგები. დროის გასვლასთან ერთად ეს ორი ქალაქი დასუსტდა ომების, სავაჭრო მარშრუტების ცვლილებისა და წყლის პრობლემების გამო. შემდეგში მათი მცხოვრებლები ქალაქებს მიატოვებენ. ჯიოხე საბოლოოდ მიატოვეს 1400-იან წლებში ხანგრძლივი არეულობისა და ვაჭრობის დასუსტების შემდეგ. დღეს გაოჩანგი და ჯიოხე აღარ არიან ცოცხალი ქალაქები, მაგრამ მათი ნანგრევები რჩება როგორც მტკიცებულება იმისა, რომ ოდესღაც ისინი მნიშვნელოვანი სავაჭრო და კულტურული ცენტრები იყვნენ აბრეშუმის გზაზე. ადრე ისინი სავსე იყო ვაჭრებითა და მოგზაურებით, ახლა კი მხოლოდ ძველი კედლები და მშვიდი ბილიკები დარჩა მშრალი მიწის შუაგულში.